პრემიერა თაკოსთან და ჩვენი გადაცემის სტუმრები მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი ოჯახის წევრი. ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორ შემსრულებელი ზურა ჩინჩალაძე, მოგესალმები ზურა. პოეტი და უამრავი ლექსის ავტორი დავით ქუიძე. Kuridzē და ულამაზესი და უსაყვარლესი მარიამ ლოლაძე. საინტერესო ერთობლივ პროექტზე ვისაუბრებთ დღეს. თქვენს ახალ პროექტს მამაშვილობაზე დაეთმობა ჩვენი გადაცემა და მოგესალმებთ კიდევ ერთხელ. მიხარია ის რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ხართ და როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით და მოგესალმებით თაკო და მივესალმები თლიან საქართველოს, სრულიად საქართველოს. ხო, ჩვენ დღეს მოვედით, მართალია რაღაც ვერ ვიყავი მთელი ეს ორი კვირა, რაც ჩვენი პატრიარქის ძალიან კი, საკუთრებიანი დღეები გქონდა. ძალიან ვიდარდე რა, ნუ ზურა პირადად თუ იცნობდი მას? კი, შეხვედრილი ვარ ერთხელ კი არა ორჯერ. და რაღაცები რაც დამარიგა შეუსრულე. ხო და ნუ რაღაც ვერ ვიყავი და როგორც ნუ არიყავი განწყობაზე. მესმის კი თავისთავად იმოქმედა ამ ფონმა თითო ადამიანს. უბრალოდ მე და დათომ სადღაც ავიკითხეთ რომ იცით რა თაკო გოგო იძახის რომ ერთადერთი მამაკაციაო რომელიც გულს არ გატკენსო ეგ არის მამაო. და აქედან წამოვიდა მე. საერთოდ მე წერ ხომ და მე ქურიძე ზევიდან აწერს, მაგრამ ახლა უკუმა მოხდა. ქურიძემ ლექსი დაწერა. და მე დაიწერა უკვე მუსიკა. და მე დავწერე მუსიკა. და მარიამი როგორ აღმოაჩინა? ახლა მე და მარიამს უნდა ჩვენ გვინდოდა რომ ერთად ჩაგვეწერა და ფიქრობდი თემას რა მე და აი ეგეთ თემა. შვილის კი არა, ამის არის შვილის სტოლია მარიამი და ყველა რატომღაც მეკითხებიან, კლიპი გადავიეთ. და უკვე არის კლიპი არა დღეს წავა დღეიდან ამ გადაცემის პრემიერის მერე არ და იმაზე იყო რა ქვია Facebook-ზე, მაგრამ ახლა YouTube-ზე ოფიციალურად დაპრემიერდება. კლიპი გადაიღო გელა ახალმოსული შვილმა, ხო და იცი მარიამ მოგესალმები, მოდი მარიამსაც გავისაუბროთ. მაინტერესებს ზოგადად როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა, თანამშრომლობა, როგორ აღმოაჩინეს ზურა, რომელი სიმღერები მოგწონს მისი რეპერტუარიდან და რატომ საიდან მოვიდა ეს დუეტის თემა? დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ბატონი ზურაბი ჩემთვის არის როგორც მამა მართლაც და თვითონ სიმღერის შექმნის ინსპირაციაც ეს იყო, ასე ვთქვათ, რომ აი ისე დავახლობლდით, ასე ვთქვათ, პიროვნულად ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ბატონი ზურაბი და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ მამაშვილობაზე ანუ რაღაცა დუეტი ყოფილიყო და თავისთავად შემდეგ დაიბადა იდეა უკვე იმისა რომ აი რა თემატიკაზე შეიძლება იყოს და იყო თავისთავად ეს მამაშვილობა. კი ბატონო. და ზოგადად შე რა მუსიკალური განათლება გააქვს, ანუ რა ასაკიდან მღერიან, ეხლა რა მოცეკვავია პროპერ. აჰა, მოცეკვავია, მაგრამ კარგად მღერის, მაგრამ ქართული ცეკვები. დიახ, ქართული ცეკვით, ძირითადად ქართულს ცეკვავ ბავშვობიდან, თუმცა რა თქმა უნდა ბავშვობიდან სიმღერა პირველ რიგში ყველაზე ძვირფასი არის ჩემთვის, რა თქმა უნდა. პროფესიაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულებით, მუსიკალური მიმართულებით და ვაპირებ რომ სამომავლოდ გავყვე, რა თქმა უნდა, ჩემ პროფესიას, დიახ, მუსიკას. კი ბატონო. ძალიან კარგი და ეს იქნება ფაქტობრივად ჩვენთვის პირველი, ხო? რაღაცა დებიუტისავით არის დღეს. არა, მესამე სიმღერაა, რომელიც ორი სიმღერა. ჩვენ ესეთში რიგით პირველია და დებიუტია, ხო? თქვენსტები. გვაქვს ჩვენ მარიამის შესრულების სიმღერები. ისა არის ღიმილიანო ბიჭო, ეგეთი. სამი სიმღერის ავტორი შენ ხარ, ხო, ზურა? სპეციალური კი, სპეციალურად დაუწერე. მე ძველი სიმღერა მქონდა და მოცეკვავე რადგან არის, საცეკვაოა ის სიმღერა. რო ცეკვა შეძლო სიმღერაზე, სცენა. მოხეული ბალადა, ესე ქვია სიმღერა, უნდა იცეკოს კიდე. ალბათ ჯერ არ გადაგვიღია არც კლიპი ჯერ. თუმცა იგეგმება ესე იგი, ანუ სამი ავტორის სიმღერა არის მარიამისთვის პირადად შექმნილი, რომის ავტორი შენ ხარ. დავის მივესალმები აქვე, მოგესალმებით.
მადლობა ჩვენთან მომბრძანებისთვის. ზოგადად ყოველთვის როცა ზურას სიმღერებს ვაპრემიერებთ ხოლმე, ყოველთვის მოკითხვით ხდება ხოლმე ჩვენი ეთერი და თქვენი მოკითხვა და როგორ ხართ და მიხარია დღეს თქვენი ხილვა ჩვენ სტუდიაში. ძალიან მეც მიხარია ძალიან პატივს ვცემ გიორგი შვენიერაძეს დიდი ხანია ვიცნობ უფრო მე მგონი რადიოზე უფრო დიდი ხანია ვიცი. და ბავშვობის მეგობრები ყოფილიყო. ბავშვობის მეგობრები. კიდევ ასე თქვა. საზღვარგარეთაც ყოფილვართ ერთად მე მყავდა სპარსში. და გიორგი დათიბაშვილი. დათიაშვილია თუ დათიბაშვილია. ხო. ახლა რაც შეეხება ამ სიმღერას, რომელზეც რესპირის ლაპარაკი. ეს ზურასი და მარიამის მეორე დუეტია. პირველი სიმღერა იყო, რამდენიმე თვის უკან ლექსის ავტორი მე ვიყავი რა თქმა უნდა. და იყო ღიმილიანო ბიჭო. დუეტი არ არის მარტო მღერის მე არ მღერი. არა, იქ სოლოა. ორი დუეტია და ერთი სოლო. იქ მარტო მღერის მარიამი. მარტო მარიამი. ბოდიშით. ანუ პირველი დუეტია თქვენი ერთობლივი და ის ორი სიმღერა სოლოა. პირველია კი. და სიმღერა მეორეა ზოგადად ზურაბის არასორავ თქვი. და სამივე პროექტის ლექსის ავტორი თქვენ მზადებით? პირველის და პირველი ორი სიმღერის ავტორია ზურაბი. ერთი თვითონ მღერის მარიამთან ეხლა დუეტია და ის იყო სოლო. მე ლექსის ავტორი. და ის ძველი სიმღერა თუ არ ვცდები მზია მიაგელაშვილის არ კი მოხეული ბალადაკი. მოკლედ დაიზურამ თქვა რომ ამ სიმღერაზე თქვენ დაწერეთ ლექსი ანუ ხონდათ ეს ლექსი თუ იმომენტში ვიზუალურად ახლა მე როგორც რეჟისორს პროფესიით და ვიზუალურად მომწონს და უხდება გადაღება და კლიპში კარგად არის თუ კარგად არის დონეზე კლიპი გაკეთებული და გემოვნებით გოგონას უხდება ეკრანი იშვიათად უყვარს კამერას მომღერალიან რაღაც ბევრი მომღერალი ისე წავიდა უგრეგმან ვერ ეღისა ნორმალურ გადაღებულ რამეს ეს ყოველთვის ნუ ეხლა უფრო დაიხვეწა ყოველთვის წუნებდნენ იმაზე რა არა ფოტოგენური ვარ და არა ეს იმისდან არის როდესაც კამერას უყვარს მომღერალი აი ეს კამერას უყვარს ეს ბავშვი რა ვიცი კარგად თუ სპეციალურად რა ცუც არ ჩაუდენენ და თუ რამ გრიმს არ გაუკეთებენ არასოურად ან თავს არ წააჭრიან მე მონტაჟის დროს კლიპის ისე კარგი გამოდის და მიხარია რომ თან ჩემი კოლეგა გამოდის რაღაცნაირად მე ხალხური საკრავების სპეციალისტი ვარ თავიდან ბავშვობიდან მუსიკალური სკოლა ინტერნაციონალური და თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული და ეს თეატრალურ სასწავლოს როგორც და რაღაცნაირად მამაშვილურად ეს მამაზე სიმღერა ხო ძალიან ცოტაა სამწუხაროდ დედაზე ეს ლექსი თქვენ დაწერეთ როცა მარიამი გაიცანით იმიტომ რომ ზურამ აღნიშნა რომ ჯერ ლექსი იყო და მე დავწერე მუსიკა ანუ თანმიმდევრობა როგორ იყო ანუ პირადად მარიამისთვის და იმ კონკრეტული სიმღერისთვის შეიქმნა თუ მანამდე ქონდა დაწერილი ეს ზურაბის გადაწყვეტილება იყო ასე მას უნდოდა რომ მარიამს სიმღერა როცა შევგვენით და ლექსი როდის დაწერეთ ლექსი უნდა მე ცოტა ადრე დავწერე და ზურას წავით მე იშვიათად ვახმოვებ თავს მას ზურაბი წერს ჯერ მუსიკას და მე როგორც მუსიკალური განათლების მქონე ადამიანი ხვდები მე როცა პოეტმა ზაი პეტრე გრუზინსკიმ ქონდა ეს რეზოლაღიძე და წვიმალი დუეტი რო ქონდათ და სიმღერაში მთავარი მუსიკაა და მე მოდის შენ ადებ ლექს და კომპოზიტორისთვის ეს კარგი რამეა, როდესაც პოეტის ესმის მისი და მის მუსიკაზე ადებს. ეს და არა მოგუტანს და აი ახლა დაწერე ამას და არ გადავაკეთებ და იმას მაშინ კომპოზიტორს აქვს გასახანი. რომ ესე თავისი თემა განავითაროს როგორც უნდა და მე იცის იმედი აქვს რომ ამას მოერგება ეს ლექსიც და გამოდის ასე კარგი სიმღერა. მე უფრო პოეტ პესენიკ რუსულად ვთქვა და ბოდიში რუსული ჟარგონისთვის ვარ ვიდრე კლასიკური პოეტი. მე იშვიათად ვწერ ლექსებს ისე. და აი ეს როცა ზურამ თქვა ეს იდეა და ცოტა კონდა თითქმის არ არის მამაშვილობა და მამაზე ესე თემა მე მომევიდა ესეთი ეს გორში ვიყავი და ვიყავი კაცთან სტუმრად რომელსაც შვილი კი მოუქლა ქალიშვილი დიდებული ადამიანია თავადაზნავს და კავშირის თავმჯდომარე იყო მაჭავარიანი ბატონი ნუგზარი და აი იმის სახში დავწერე მე ის ლექსი ზურაბის სტუმრად იყო მაშინ და წავაკითხე და
მოეწონა და მე აქ არაფერს არ შევცვლიო იშვიათად მომწონს ლექსი მაგრამ ეს მომწონს და არ უნდა მას არაფერს შეცვლო და წავიღებ და დავწერ მუსიკასო და გააკეთა მადლობა ხალხს ვისკი მოისმენა ესე შინაურულად ოფიციალური ჯერ არ ყოფილა ამის არ გაჟღერებული მოსწონთ ხალხს კონცენტრირებული ცოტა ამ სტილში აღარ იწერება სიმღერას და სერიოზულად ამას აღარ წერენ და ხალხი დარდობს ამაზე მელოდია არ არის სიმღერაში კარგია მოეწონათ ეხლა მე არ დავიწყებ ამის ხება დიდებას მე ეხლა ზურას ხება გამომდის უფრო იმიტომ რომ ნამდვილად გემრიელი მელოდიაა და კარგი დუეტიც არის და ძალიან ცოტა არის სიმღერა მამაშვილობაზე ეს საინტერესო თემა არის ნამდვილად. თაგო ერთიც ვინ აღნიშნო ის Facebook-ზე ის კლიპი მე მგონი შენატვირთე თუ ვინატვირთა. ყველას გონია შენი შვილია თუ შენი შვილია. იცით რა არის? ამ ხალხმა ვერ გაიგო ერთი რაღაც. ანი საფლავზე ყვავილცროვდებ. იმაში სიმღერაში აღარავინ მელოდება. ბიჭო, ის სიმღერა იქ მსახიობი ვარ. მაინდა-მაინც ჩემი შვილი უნდა იყოს, ჩემ გოგო. პირადად გწერენ ხოლმე და გეკითხებიან. მე კითხებიან, რომ ეგ დაუშვათ ის რო იყო შენი რა არის, ახლა ხებსურებთან ხატობაში გამითაო, მე კი ყოფილვარ იქ, მაგრამ ახლა იქ რაც არის, ჩემზე კი არ არის კაცო, ის ჩვენ ყველაზე ისეთი პროფესია, რომელია მატყუარა პროფესია. ეგ არის მწერალი, კომპოზიტორი, პოეტი. რაც არ არსებობს, იმას ვიგონებთ და მე ხალხს ჯერავს. აი ეს მონტე-კრისტოს ამბავი. რა უნდა ის დაიჯეროს ზურა ეს. ხო, კი ბატონო, ხო და მონტე-კრისტო თვითონ იცინოდა თურმე, რა ქვია, გადათხარეს მთელი კუნძული. დიუმა და გადაუთხრა მთელი კუნძული რა შუაში გრაფ მონტე-კრისტო უნდა წერა გრაფ მონტე-კრისტო. ესე იგი მაგარი მწერალი იყო რომ დააჯერა ხალხს და ავიცი მე არ ვიზახი მე მაგარი ვარ მეთქი ეხლა ცოტა მარიამს ვასაუბრობ ალაპარაკობ კი ბატონო კითხე რა თემი მარიამს მარიამ მე როგორ შეაფასებ თანცაუბარაგა იყო ცეკვაზე საინტერესოა როგორი იყო აი სტუდიაში მუშაობის პროცესი სიმღერის ჩაწერის დროს ორიოდე სიტყვით მოდი სამივე პროექტს შევეხოთ როგორც ურამ აღნიშნა ეს არის ერთ-ერთი თქვენი ერთობლივი სიმღერა მამაშვილობას და ის ორი სიმღერა რომელიც პირადად მარტო შენ სოლო დასრულებ ხო და როგორია შენი საომავლო გეგმები ნუ შენი პროფესიიდან გამომდინარე გასაგებია უკვე ყველაფერი მაგრამ აი მუსიკის მხრივ კიდევ იგეგმება თუ არა რამე საინტერესო დიახ აუცილებლად პირველ რიგში შევეხები პირველ სიმღერას ღიმილიანო ბიჭო მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა ვფიქრობ ბატონი ზურაბის მუსიკალურ ნაწილზე რომ არაფერი ვთქვა ბატონმა დავითმა არაჩვეულებრივი ტექსტი შექმნა მადლობა მასაც აქვე და ვფიქრობ რომ გამოვიდა ის რაც გვინდოდა საბოლოოდ რაც შეეხება მეორე სიმღერას მოხეული ბალადა ბატონ ზურაბს ჰქონდა უკვე სიმღერა შექმნილი და რატომღაც შემირჩია მაჩუკა სიმღერა და ვფიქრობ რომ ისიც ნორმალურად გამოგვივიდა. საბოლოოდ მსმენელი შეაფასებს რა თქმა უნდა, როდესაც და საომავლო გეგმებს რაც შეეხება? დიახ, სამომავლოდ ვფიქრობ კიდევ შევქმნით რამდენიმე კარგ სიმღერას. ზურაბთან ერთადაც და რა თქმა უნდა სხვა კომპოზიტორი. კი, ამჟამადაც ერთ-ერთი ცნობილი შეიძლება ითქვას კომპოზიტორის ქალბატონი სოფი რაფაელას სიმღერა მზადდება. და მალე მასაც მოისმეს მსმენელი ჩემი შესრულებით სიმღერის სახელწოდება არის ბედი სასიყვარულო თემატიკის სიმღერა არის და მარიამი რამდენი წლის ხარ? 24-ის. 24-ის. წარმატებები მინდა გისურვა და ზურა. დიდი მადლობა. თქვენი და დავითის საკუთარ ხშირად თანამშრომლობთ ხო? ძირითადად მაინც რაღაცა გარკვეული პროცენტი შემოქმედების, ანუ დათო არის. ეს ხშირად ხან რუსეთში იყო, ხან ამერიკაში, ხან იქადა მარტო რო ვარ ხოლმე აი ხო, მაგრამ დისტანციურად ხო შეიძლება ლექსი დაიწეროს? კი, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ნუ აი როგორ გითხრათ?
სულიერი მეგობარია. ჩვენ ვცდილობთ რომ ახლა ახალი სიმღერაა. მე და ქალბატონი ნინო სარალაშვილი უნდა ჩავწეროთ. გულო გულგულო. ეგრე დაარქვა დათომ დაწერა ლექსი. ხო დაწერა რო კითხე მარიამს, სად ჩაიწერა, იწერება ჩემთან. მე სახშივე მაქვს ყველაფერი ეს როგორც ვიდეო აპარატურა, ისე ჩამწერი აპარატურა, მაგრამ აკეთებს მერე ბოლოს ხვიჩა ხარაიშვილი, კარგი ბიჭია, ძალიან კაი ადამიანი და კარგად აკეთებს. მეც მოვიკითხავ აქედან ბატონ ხვიჩას, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი გაცნობის საკითხში. მაგან გაგვაცნო, მაგან გამაცნო მარიამ. ძალიან ძვირფასი ადამიანია. ხო და Facebook-ზე არის, მე ვეძახო მარიამ ი. ეს მარტივად რო არიძებნებოდეს. ხო მარიამ ი, ტელეფონიც ეგრე მარიამ ზევითა მძიმე. ანუ ეთერში უნდა გამოვაცხადოთ მარიამ ი. ერთი თო როგორც უნდა მარიამ. აქ წერია მარიამ ლოლაძე რა ვიცი. როგორც გნებოთ. მარიამ როგორია თქვენი საომარი გეგმები ზურა, დავით? ჩვენ სულ მაშინ ვართ მე და დათო სულ. დაიცა მე ეგრე არ მახსოვს. ხვალე მე ის სიმღერა უნდა ვიმღერო სახში და მე ნინო ჩაწერს. ხო იწერება ეს დუეტი ხო თქვენი ერთობლივ. ხო ჯერ მე ჩავწერ და მე ნინო რო ჩამოვა ახლა მე მგონი მოვიკითხოთ ნინო. ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მაქვს ზარების დღე ჩინჩალაძესთან. და ურეკავ დიდო ბელადო როგორ ახარ რა დიადი აზრები გაწუხებდა დიადი აზრები გაწუხებდა დავანებე თავი ახლა მეგონე დიადი აზრები აბარა დაგებადა როგორ კუდები მაქვს ან როგორ პროგრამები და ის უთხარი ასმინჯის გულჯანის თუ გლდავნის მეტია რაღაც დროი ახლა რა არის თაკო აი რაზეც ამბობს ახლა მე თუ არ მიმოგზაურო ესე ოთახში გამოკეტილი ვეღარ დავწერ მე ვიგებ ხვდები ხალხს მეგობრებთან ჩავდივარ ახალციხეში ჩავდივარ ანუ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას გულისხმობ ხო გურიაში სამეგრელოში ჩავდივარ და 1-2 დღის მერე მე ვიდეოები და მუზეუმი მომდის მე მაგრამ აბა გამოკეტილ ოთახში რა უნდა იმას ვერც ვერაფერი იქ ვინმე რაღაცა სიტყვის დავიჭერი იმ სიტყვას და იმაზე მე ამას ვეუბნები რომ აი ეგეთი ლექსით ისა სიმღერა დავწეროთ. რაღაც აი ეგეთ შემთხვევით რომ გოგო რო იძახის რომ ერთადერთი мама ეგ მომეწონა მამაკაცი რომელიც გულს არ გატკენსო ეს мама არისო. თუმცა ხანდახან არის რომ მამასაც შეუძლია ატკინოს გულის შვილს, არა? ეხლა მე ჩემ გოგოს 100 წელი არ ვატკენ. ნუ პირადი გადმოსახედიდან ხო მაგრამ შეიძლება გაუბრალდე რაღაცა მაგრამ არ ვეტყვი არაფერს. მადლობა ჩვენთან მომზადებისთვის ძალიან მიხარია ის რომ აი ზურას ყველა პროექტი ესეთი ძვირფასი პროექტები ყოველთვის ჩვენს ეთერში თავისთავად ერთგულად პრემიერდება დღესაც ძალიან გამიხარდა თქვენი სტუმრობა ყველა სტუმრობა მარიამის სტუმრობა დავით ქუიძე იგივე ქურიძე ქუიძეს გედახტა ჩინჩალაძე მე რა მოხდა და მე კიდე ზურა ჩინჩალაძე ბიჭო ბავშვი ხო არა ზურა ბვარ ზურა ეხლა ჩვენს ეთერში თხოვნებს ზურა ჩინჩალაძის იცხოვენ ეხლა მე მსმენელისთვის ყოველთვის პატარა და ახალგაზრდა ხარ კი მადლობა და რამის ხომ არ დავამატებთ მეგობრებო და დავასრულოთ ჩემი გადაცემაც და თქვენი პრემიერა გავაჟღეროთ და მინდა აღვნიშნო უბრალოდ ის რომ ძალიან ცოტა სიმღერა არსებობს ესე იგი ჩვენთან ამდენი სიმღერა რამდენი 1000 სიმღერა არის ხო ჩვენს მუსიკალურ ბაზაში და მამა შვილობაზე არის მე მგონი ერთი სიმღერა მახსენდება რასაჭირო ეხა დავასახელო ანუ სულ გამოვა რომ 1 2 3 სიმღერა გვაქვს და ეს არის ძალიან კარგი თემატიკის მხრივ მამა შვილობაზე თავისთავად უნდა იყოს როგორც დედა შვილობაზე არანაკლებია მამა შვილობა მამას საკმაოდ დიდი როლი უჭირავს შვილის ცხოვრებაში თუმცა მაინც აი სადღაც შეიძლება ბოლომდე ვერ დაგეთანხმო და არსებობს ზოგჯერ ისეც რომ შეიძლება მამამ შვილს გული ატკინოს მაგრამ თავარია შვილს არ ეტკინოს იმიტომ რომ არავინ არავის ვალდებული არ არის
შეიძლება ბიჭს რაღაცა ტექსტი ვისაუბრე მამაშვილობაზე და დედაშვილობაზე. ნუ შენ ხარ ზურაბ. და აი ზურაბინმე. შეიძლება მეჭხუბო, მაგრამ გულს არ მაქვს. ვისაც არ დაუმატებ, შეიძლება ადგილოს გული. მარია, მე მინდა წარმატებები გისურვო, ეხლა თეატრალურზე რო აღნიშნე, გამახსენდა ჩემი თეატრალური, ჩემი ცეკვავს მე ქართულს არ ვცეკვავდი, სამედიცინო სპორტულ ცეკვებში ვიყავი. საკმაოდ კარგი მოცეკვავე და აი რაღაცა ვლაპარაკობდი, ეხლა გამახსენდა ჩემი ბავშვობა რა კარგი იყო. ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ცეკვა ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. თუმცა ეს ბოლო წლებია ცოტა ხანი დავემშვიდობე, მაგრამ მიყვარს ის ადამიანები, ვისაც უყვართ ხელოვნება. სხვა ჯორი კარგად ცეკვავს მარიამი. კი, მჯერა, მივიყვანე უნდა დაედგათ ის მომენტი კლიპისთვის. დაამტკიცა რომ ცეკვავს ეს ეგ, ხო? უბრალოდ ისე არ ზურა ფარჯანაძე თქვა, ზურაბიც მოვიკითხოთ. ზურა ფარჯანაძე სამივიყვანე რომ მამები, შვილები, შვილიშვილები, დედები და ყველა მამას და ქალიშვილს ეძღვნება ეს სიმღერა, ვისაც გაუმარჯოს მამაშვილობას. ქირსეულ მამიკოს და შვილს. და აი ეხლა ბატონო ეთერში ხო აღარა ვარ? არა, ეთერში ვარ, კი, რომ ცუდი სიტყვა უნდა გეთქვათ. კლიპი დღეს დაიდება. კლიპი ახლა იტვირთება. აი, როგორ არის წითელ ღილაკს დავაჭირო. ეხლა მაჩვენა ეგ ზუსტად რომ აი ხა მე რო აქ ვიტყვი რომ პრემიერა და აი სიმღერა რო დაიწყება, იქ წითელ ღილაკს დააჭერენ და კლიპიც გაეშვება. ანუ ერთობლივად ერთდროულად მოხდება კლიპი ეკუთვნის ორმა გადაიღეს მარიამ თხილავამ და გელა ახალმოსული შვილმა. ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან კაი ბიჭია და ეხლა კიდე რაღაცეები უნდა გადავაღებინო. წარმატებები თავისთავად ახალგაზრდებს და თავისი ხედვა აქვს ახალგაზრდებს. საინტერესო ხედვა აქვს, კი. არა, მე ყოველთვის ვითვალისწინებ. დღევანდელ დროზე მორგებული, ასე ვიტყოდი მე. მადლობა კიდევ ერთხელ. კარგად იყავით, ნახვამდის წარმატებები და ესე იგი მეგობრებო, გაჟღერდება ჩვენს ეთერში ჩვენი გადაცემის ბოლოს ვაპრემიერებთ სიმღერას მამაშვილობა, ზურა ჩინჩალაძე, ზურაბ ჩინჩალაძე და მარიამ ლოლაძე. ლექსის ავტორი გახლავთ დავით ქუიძე და სწორედ აი ამ პერიოდში, როცა სიმღერა გაჟღერდება ჩვენს ეთერში, პარალელურად დაპრემიერდება YouTube არხზე. ჩვენთან. კი, აუჯე. არ დაიდარდოს არხზე. კი. ეთერშია თაკო მელიქიშვილი 10 საათამდე ერთად ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა სრულდება, შემდეგ საათში რა, ცოტა ხანში დავიწყებთ თხოვნებს დროებით.